ყველა მშობელი ცდილობს, რომ თავის შვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა შედარებით ადვილია, რადგან ფიზიკური ჩივილები მარტივად ჩანს, დაკვირვებისთვის ადვილად არის მისაწვდომი, ხოლო ფსიქიკური სირთულეები შედარებით ნაკლებად. თუმცა გავრცელების თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის სირთულეებია გავრცელებული ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, ასევე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებიც. როდესაც ჩვენ ვარჩევთ ექიმს, ჩვენი შვილისთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კვალიფიციური ექიმი მოვძებნოთ და იგივეს ვაკეთებთ, დასასურველია, რომ იგივე გავაკეთოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შემთხვევაშიც. რას ნიშნავს კვალიფიციური? ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, ვისაც ჩვენ მივმართავთ, აქვს ბავშვთან და მოზარდთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი სერტიფიკატი ან ლიცენზია, რომელიც ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის უფლებას ანიჭებს. ეს ეხება როგორც ფსიქიატრს, ასევე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს და ის, რომ მაგალითად ფსიქოლოგს შეიძლება დამთავრებული აქვს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და გავლილი აქვს რაღაც ტრენინგები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს. თუ თქვათ, თქვენი სურვილი არის, რომ ბავშვს პიროვნული განვითარების, ან თქვათ, სოციალიზაციის რაც ალტერნატიული საშუალება შესთავაზოთ, მაშინ ეს ადამიანი მშვენიერი არჩევანია. მაგრამ თუ საუბრობთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მაშინ ჯობია რომ მოიკითხოთ ის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შესაბამის ცოდნას დაადასტურებს. როდესაც მივმართავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს, სულ ერთია ის არის კერძო სექტორში დასაქმებული თუ თქვათ სახელმწიფო, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი პირველი არის დრო, რომელსაც ის სერვისის მიმღებს უთმობს. ადეკვატურად დათმობილი დრო ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 50-60 წუთში, რომელსაც ის თქვენთვის გამოყოფს, უნდა მოახერხოს, რომ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი, ასევე უნდა გაგიზიაროთ მისი ხედვა ბავშვის მოზარდის მდგომარეობის შესახებ და სამომავლო გეგმა, მკურნალობის ფორმაც თქვენთან ერთად უნდა განიხილოს. ხშირად მოგვისმენია ხოლმე, მეც მომისმენია, რომ აი ამართლებენ, თქვათ, სპეციალისტებს იმ მოტივით, რომ მათ ამდენი დრო არა აქვთ, ბევრი ადამიანი ელოდებათ და ასე შემდეგ, რაც ვერ გამოდგება გამართლებად, რადგან უხარისხოთ მიღებული მომსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ხშირად უფრო დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე საერთოდ რომ არ მიიღოთ მომსახურება, ხო, ის რისკებს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი იღებს პასუხისმგებლობას ბავშვზე და მოზარდზე, მან უნდა ზუსტად იმდენი ადამიანის ჩაწერა, ხო, იმდენი ადამიანი ჩაწეროს თავის გრაფიკში, რამდენსაც მოემსახურება ხარისხიანად. გარდა იმისა, რომ თქვენს კითხვებს პასუხს გასცემს, ამას გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა თქვენთვის გასაგებ ენაზე, ანუ არაპროფესიონალების ენაზე, უნდა გაგიზიაროთ, როგორც თქვით, მისი ხედვა, რას მიიჩნევს ის ყველაზე ოპტიმალურ მკურნალობის ფორმად, მაგალითად ფსიქიატრის შემთხვევაში თუ მედიკამენტოზურ მკურნალობას გირჩევთ, რას ეფუძნება ეს მისი მოსაზრება, თუ პირიქით თავს იკავებს მედიკამენტის დანიშვნისგან, ესეც უნდა აგიხსნათ, რატომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად და აქაც ხშირად არის ხოლმე ესეთი გამართლებები, რომ აი ყველა მშობელს ამას ხომ ვერ აუხსნით, ეს ლექციას დაემსგავსება, ცხადია, ეს არ იგულისხმება, მაგრამ აი ძალიან ესეთი საბაზისო ფორმით უნდა მოხდეს ამის გაზიარება, დგან ამის გარეშე მკურნალობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად კლებულობს. ასევე უნდა გაგიზიაროთ ფსიქიატრმა სასურველია, მაგრამ ფსიქოთერაპევტმა აუცილებლად თუ რა ჩარჩოს დაეყრდნობა მუშაობის პროცესში, როგორი იქნება თქვენი კომუნიკაციის ფორმა, მაგალითად თუ თქვა თქვენ რაღაცა ისეთ სამჩნევთ თქვენ შვილს, კითხვები გიჩნდებათ, ფიქრობთ რომ საჭიროა სპეციალისტის ინფორმირება და თქვა ურეკავთ წერთ და მისგან პასუხს ვერ იღებთ, ეს პირველ შეხვედრაზე სასურველია რომ შეთანხმებული იყოს. როგორ მოხდება კომუნიკაცია? ცხადია რომ 24/7-ზე სპეციალისტი მისაწვდომი ვერ იქნება, მაგრამ მან უნდა აგიხსნათ როგორ უნდა მოიქცეთ. თქვენ იმ შემთხვევაში თუ ჩათვლით რომ თქვენი შვილის ქცევა მეტ ყურადღებას საჭიროებს. ან თუ თქვათ გეტყვით რომ რაღაც პირობითად საღამოს გასცემს თქვენს მესიჯებს პასუხს, ან საღამოს გიპასუხებთ ზარზე, ესეც წინასწარ იქნება შეთანხმებული. ასევე მნიშვნელოვანია რომ კონფიდენციალობის საკითხიც პირველ შეხვედრაზე განიხილოთ სპეციალისტთან ერთად. კონფიდენციალობის საკითხი რას გულისხმობს, რომ მკურნალობაში ესე გამოდის რომ ჩართულია 3 პირი, მშობელი,
ბავშვი მოზარდი და სპეციალისტი და ხშირად მშობლებს აქვთ ხოლმე ესეთი კითხვა, რომ ხომ არ იქნება რაღაცა ინფორმაცია ჩემგან დამალული, ასევე მოზარდების მხრიდან, ბავშვების მხრიდან არის კითხვები, რომ რასაც მე გავაზიარებ, ყველაფერი ეცოდინება მშობელს თუ არა. ესეც პირველ შეხვედრაზე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული იყოს, რომ კონფიდენციალობის წესი რას გულისხმობს. სპეციალისტი ვალდებულია, რომ მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ. და ამას გააკეთებს გარკვეული პერიოდულობით. თუ მშობელს ექნება რაღაც კითხვები, უნდა დაინიშნოს დამატებითი შეხვედრა და ამ დამატებით შეხვედრაზე ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ეს არ გულისხმობს, ოღონდ იმ შინაარსების, იმ ამბების გაზიარებას მშობლისთვის, რასაც თქვა ბავშვი კონკრეტული შეხვედრების დროს უზიარებს სპეციალისტს. თუ თქვენ სპეციალისტთან შეხვედრის დროს თავს გრძნობთ როგორც მშობელი შერცხვენილად, თითქოს რაღაცა მორალურად შეფასებულად, თქვენი შიში მატულობს, შფოთვა მატულობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის პროფესიონალთან შეხვედრის გამოცდილების შესატყვისი და თქვენ ალბათ სასურველია რომ მოიძიოთ სხვა სპეციალისტი ან უთხრათ ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. შეიძლება მშობელმა მოისმინოს და მოზარდმაც მოისმინოს რაღაც ისეთი სპეციალისტისგან, რაც არ იქნება სასიამოვნოთ მოსასმენი. მაგალითად, შეიძლება მშობლის მოლოდინი იყოს ბევრად უფრო მსუბუქი და აღმოჩნდეს, რომ სპეციალისტის შეფასებით უფრო რთულ თქვათ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა რაღაცა უიმედო მდგომარეობად აღვიქვათ. ყველაფერი, რასაც სპეციალისტი გაგიზიარებთ, უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული, უნდა იყოს ახსნილი, გაზიარებული თქვენთან და აუცილებლად მკურნალობის ისეთი ფორმის შემოთავაზება უნდა მოხდეს, რომელიც არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. რომ შევაჯამოთ ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტთან ვიზიტის შემდეგ თქვენ თავს უნდა გრძნობდეთ უკეთ. მშობელიც თუ მოზარდიც ესწრება ამ შეხვედრას, მოზარდიც. და თქვენი კითხვები არ უნდა გეჩვენებოდეთ უხერხულად, ამ კითხვების დასმის დრო ყოველთვის უნდა იყოს სპეციალისტთან, რა თქმა უნდა შეთანხმებულად და არ უნდა გრძნობდეთ თავს როგორც მშობელი უხერხულად და შერცხვენილად იმ მდგომარეობის გამო შეიძლება რომელშიც აღმოჩნდით. მე ვარ მარია მალანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი.